მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი იმართება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. 2013 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში. საჯარისო ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი დაავადების 10-ვე შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა მეორე, მესამე, მეოთხე ქვეით და მეათე კადრირებულ ბრიგადებში, გამოძიება თავდაპირველად დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ. თუმცა აღნიშნულმა უწყებამ არ ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, სამხედრო მოსამსახურეების სათანადო ლაბორატორიული კვლევები, სასადილოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის ექსპერტიზები, რამაც მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი გამოძიებას. აღნიშნულ მიზეზთა გამო 2013 წლის 18 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხებოდა სამხედრო მოსამსახურეების დაავადების 10-ვე შემთხვევას, გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რათა საქმეზე მომხდარიყო სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის კვებით მომსახურებას ახორციელებდა შპს ქართული კვების კომპანია, რომლის დამფუძნებელიც არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედია ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია, მესამე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი აკაკი გიორგაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სასადილოს მენეჯერი ლაშა გელოვანი და მეათე კადრირებული ბრიგადის სასადილოს მენეჯერი თორნიკე ხუბუა აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობების შესრულებას და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების და გამო არ უზრუნველყოფდნენ დასახელებულ სასადილოებში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებას. ამის შედეგად სამხედრო მოსამსახურეებს სასადილოდან მიეწოდებოდათ მოხმარებისათვის უვარგისი ნაწლავის ჭხირის ჯგუფის ბაქტერიებით ეშერიხია კოლი და აურეუსი დაბინძურებული საკვები პროდუქტი, რომლის მიღების შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეების მასობრივ დაავადებას. საქმეზე ჩატარებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სამხედრო ქვედანაყოფებში განთავსებულ სასადილოებში მზა პროდუქტის ნიმუშები არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს და უვარგისი იყო მოხმარებისათვის. საკვების ნიმუშები შეიცავდა აურეუსის, ეშერიხია კოლის და ნაწლავის ჭხირის ჯგუფის ბაქტერიებს. სანიტარულ-ჰიგიენური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი სასადილოდან გარეცხილი და გამოსაყენებლად გამზადებული ინვენტარიდან, ასევე მომსახურე პერსონალის ხელებიდან აღებული ნაცხების მიკრობიოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნულ სასადილოში და სასადილოს საცავებში არ იყო დაცული სანიტარულ-ჰიგიენური პერსონალის პირადი ჰიგიენის ნორმები, 9 შემთხვევაში ამოითესა ნაწლავის ჭხირის ჯგუფის ბაქტერიები და 5 შემთხვევაში აურეუსი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია დასახელებული სამხედრო ნაწილების ნორმალურად ფუნქციონირების შეფერხება, რითაც არსებითად დაირღვა სამხედრო მოსამსახურეების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის თანამშრომლობის მიერ 2013 წლის ცალკეულ შემთხვევებში შემოწმებულ იქნა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული სასადილოები. შედგენილ შემოწმების აქტებში დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის ფაქტები. მათ შორის დაფიქსირდა სასადილოში მწერების არსებობა და სამხედროებისათვის მიწოდებულ ძეხვს აღენიშნებოდა დიდი რაოდენობით ჟელატინის მაგვარი ნივთიერება. შემოწმების აქტები გაიგზავნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. გენერალური შტაბის წერილით ირკვევა მხოლოდ ის, რომ ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა გათვალისწინებულია 2015 წლის პერსპექტიულ გეგმებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი ამ დანაშაულებრივი ქმედებისათვის საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ბრალი წარედგინათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროს მედია ბეთაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარ ექიმს მიხეილ ბესტაევს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროს ოთარ ჯეჯეიას და შპს ქართული კვების კომპანიის მენეჯერებს აკაკი გიორგაძეს, ლაშა გელოვანს და თორნიკე ხუბუას.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა და 352 მუხლებით, რაც სასჯელის სახედაზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. მადლობთ.